მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი უფრო საინტერესო ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა აწყოთ რუბიკის კუბიკი. აქ როგორც ხედავთ, მაქვს სხვადასხვანაირი კუბები, ეს 2-2-ზე, ეს 3-3-ზე ოღონდ ვან გოგის ედიშენი, ასე ვთქვათ. ეს ცილინდრული კუბი და ესეც რა, ყველაზე მარტივი რაღაცა, ესეთი სატრიალო მოკლედ. ოკეი, ესენი გადავდოთ. იდეაში აი კუბებიდან ეს არც ვიცი რავი, უმარტივესი ამას არ გასწავლით. ეს 3 კუბი, ეს და ეს. პრინციპი აქვს ყველას ერთი და იგივე. შესაბამისად გასწავლით და აი ამის აწყობას არ გასწავლით, იმიტომ რომ ეს არის მთავარი. ამის აწყობა თუ იცი აწყობ ამასაც, 4-4-ზე, 5-5-ზე, 11-11-ზეც. პრინციპი ყველას ერთნაირი აქვს რა. და მოდი მოკლედ დავიწყოთ. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვისაც ჩემი არხი აქვს გამოწერილი, ვისაც დაგაძალეთ, რომ გამოგეწერა და თავზე დაგადეკით. ყველას დიდი მადლობა. დავლიოთ წყალი. უბრალოდ არ უბრალწვენი და დავიწყოთ. ეს ვიდეო ცოტა განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად დაინახოთ რა მოძრაობას როგორ ვაკეთებ. შესაბამისად, მოდი ჩვენ ავიწიოთ აი ამ კუთხეში. ეხლა წესით უკვე სადღაცა აქ ვიქნები და მთავარ კადრში შემოვა აი ეს კადრი. მოკლედ, მოდი ჯერ კუბი დავშალოთ. ამას რაღაცა და ხო რაც თავი ნაბიჯ გასწავლის ყველაფერს, ანუ 0-დან როგორ უნდა აწყოთ და ამ ვიდეოს თავის ტაიმკოდებიც ექნება რა. და ბონუსად ერთ სახალისო ტრიუკსაც გასწავლეთ. მოკლედ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ კუბის აი რუბიკის კუბიკში შუები, აი ეს შუა რაც არის, ესენი არასდროს არ მოძრაობს. ანუ ყველაფერი აბსოლუტურად აი აქ არის თეთრი, აქ ლურჯი, აქ ყვითელი, აქ ნარინჯისფერი. ამის გარშემო იწყობა. ნებისმიერი ფერი, ანუ თქვენ რო აწყოთ აქ სიტყვაზე ახლა მწვანე, შუაში მწვანეს ვერასდროს ვერ ჩასვათ. ეს პირველი და ფუნდამენტური წესია, რაც უნდა იცოდეთ. მოკლედ, საწყის ეტაპზე კარგი იქნება ვარჯიშის დროს თუ აირჩევთ ერთ ფერს და ყოველთვის იმ ერთ ფერზე ივარჯიშებთ. ამ შემთხვევაში მოდი დავიწყოთ თეთრით. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს აი ესეთი რაღაც. ეს არის შუა ნაწილები, აი ეს არის კუთხის ნაწილები. ანუ ამ ნაწილსაც აქ ვერასდროს ვერ გადმოვიტანთ კუთხეში. შუა კუთხეში არ გადმოდის, კუთხეც ანალოგიურად შუაში არ გადმოდის. ამას იმიტომ გიხსნით, რომ პირველი რაც არის, ასე ვთქვათ, ჯვრის დასმა, ამას არ აქვს ერთადერთი ფორმულა, დანარჩენი ყველაფერს აქვს. ამის ახსნა, ანუ როგორ უნდა ააწყო ჯვარი, ასე ვთქვათ. ჯვარში იგულისხმება აი აქ და აქ რომ იყოს თეთრები. მოდი ვნახოთ ეს თუ არის, ანუ ეს არის ყოველთვის შუა, ეს არის კუთხე. მოდი ვნახოთ ჯერ შუები სად არის. ერთი აქ არის, მეორე აქ არის, მესამე აქ არის, მეოთხეც აქ არის. ოკეი, დავიწყოთ. ჩვენ შეგვიძლია ხედავთ, რომ ეს აქ არის. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით ეს წამოვიღოთ აი აქ. ახლა ვნახოთ შემდეგი არის აი აქ. ეს ნაწილი არის ამ თეთრის პარალელური. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენ გადმოვატრიალოთ და აქაც დაგვიჯდა. რა ხდება ახლა აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც არანაირ ესეთ მარტივ შემოტრიალებას აზრი არ აქვს. აქ შეგვიძლია აი ეს, უბრალოდ ნახეთ, ეს უნდა გადმოვიტანოთ აქეთ. შესაბამისად, შემიძლია ერთხელ გადმოვატრიალო, რომ უკვე აი ამ სამოძრაო ზოლში აღმოჩნდეს და შემოვატრიალო. ანუ ნახეთ, ამ შემთხვევაში მე ეს თეთრი ან ამ შუაში უნდა დავსვა, ან ამ შუაში. ესეც და ესეც ჩემი სამოძრაო ზოლია, ესენი არა, ანუ ესენი არ უნდა აირიოს. აქაც შემიძლია დავსვა და აქაც, მაგრამ აქ ყველაზე მარტივი იქნება. ერთხელ გადმოვატრიალებ, რომ აი ამ ზოლში მოხდეს და შემდეგ შემოვატრიალებ. ოკეი, ესენი გასწორდა და დაგვრჩა ახლა ეს თეთრი. ეს თეთრი ამის გასწორების მერე აქ აღმოჩნდა, შესაბამისად ამასაც ავატრიალებთ.
აი ესე აიწყო ჯვარი. ეს ანუ ცოტა რთულად კი ჩანს თითქოს, მაგრამ იდეაში ეს ამას თქვენ თვითონაც ძალიან მარტივად ისწავლით რა. რა ხდება ამის შემდეგ? ამის შემდეგ ეხლა გადავდივართ შემდეგ რამეზე. შემდეგ აი ეს შუების მიყოლებით, აი ეს ორი ფერი უნდა იყოს ერთნაირი. ჩვენ ხო გვახსოვს რომ შუაგულები არ მოძრაობს. შესაბამისად, აი ამ ჯვარის მხარე რაც არის, აი ესე გვიჭირავს და ვატრიალებთ. ზევიდან რომ ნახოთ თუ გასწორდა გვერდები. ამ შემთხვევაში აქ გასწორდა ნარინჯისფერი, ლურჯი. აქ უნდა იყოს წითელი, აქ მწვანე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ როდესაც ესე ატრიალებთ, 4-ვე გასწორდეს, ანუ აი ესე 4-ვე დაждდეს, მაგრამ ორი ყოველთვის გასწორდება, ან ესე, ანუ გვერდ, ან ერთი აქ, მეორე აქ მოპირდაპირე მხარეზე. პრინციპი ახლა ამის გასწორების გვერდებზე იქნება თუ მოპირდაპირე მხარეზე ერთნაირი აქვს და ძალიან მარტივია, ნახე, ეს არის არეული მხარე, მწვანე, ეს წითელი უნდა იყოს აქ, ეს მწვანე უნდა იყოს აქ. ვიჭერთ ესე, წინა მხრიდან, ერთხელ გადავატრიალებთ, ორჯერ გადავატრიალებთ, რომ თეთრი რომელიც იყო აი აქ, აღმოჩნდეს ქვევით. აი ახლა გვაქვს ქვევით თეთრი და წითელი. ეს ზევიდან გვიჭირავს ისევ ესე და უნდა შემოვატრიალოთ აი ესე. ანუ მარტო ქვედა მხარეს ვატრიალებთ, ზედა გაჩერებული გვაქვს და ქვედაცთანაც უნდა მოვიტანოთ იქ, სადაც რომლის შუაც არის, ამ შემთხვევაში ამასთან. სიტყვაზე აი ეგეთ რო ყოფილიყო არეული ლურჯთან, მაშინ ლურჯთან მოვიტანეთ. ჩვენ გვინდა წითლის გასწორება, მოგვაქვს წითელთან, გვიჭირავს ისევ ესე. ანუ ნახეთ, თავიდან რო გავაკეთოთ, წითელი, მწვანე, წითელი, ეს წითელი უნდა წამოვიდეს აქ. შესაბამისად, გვიჭირავს, ერთხელ დავატრიალებთ, მეორეჯერ დავატრიალებთ, თეთრი წითელი მოგვაქვს ამასთან, წითელი წითელთან სწორდება, გვიჭირავს და ერთხელ და ორჯერ ავატრიალებთ. ახლა რა ხდება? ეს გასწორდა, მაგრამ აქ ჯვარი აირია, რომელიც ისე უნდა გავასწოროთ. ნახე, აი ეს რო ავატრიალეთ ჩვენ, ამის თეთრი მწვანე აღმოჩნდა ქვევით. ისევე როგორც აი ამას რო ვასწორებთ. შესაბამისად, შეგვიძლია აი ეს მწვანე ისევ ესე გვიჭირავს, შემოვატრიალოთ ქვევით, მწვანესთან მოვიტანოთ, მწვანე თეთრი, ისევ ესე გვიჭირავს, შემოვატრიალოთ 1, 2 და მორჩა. ამ შემთხვევაში ჯვარი გასწორებულია, ესენი ყველა გასწორებულია. იგივე პრინციპია, აი ეს ხო იყო გვერდი. ეხლა მოპირდაპირე მხარეზე რო იყოს არეული. მაგალითად, აი მწვანე ლურჯი და აქ ლურჯი მწვანე. აქაც იგივე პრინციპია. აი ეს ორი არის არეული. წინ ხო გავაკეთეთ გვერდები, როდესაც იყო არეული. ეხლა მოპირდაპირეები. აი ესე გვიჭირავს. აი ამას 1, 2 ჩამოვატრიალებთ, ქვევით მოგვაქვს ლურჯთან, აი ნაწილთან, 1, 2 ავატრიალეთ, ეს გასწორდა ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი, აქ დაგვრჩა მწვანე თეთრი, ესეც მოგვაქვს მწვანესთან, ვატრიალებთ. იმედია ამის პრინციპს მიხვდით, ანუ ჯვარი როგორ სწორდება და შემდეგ უკვე შუაგულები. ამის შემდეგ უნდა ავაწყოთ აი ეს კუთხეები. მოდი მოვძებნოთ. აი კუთხეები, 1 კუთხე, 2 კუთხე, 3 კუთხე, 4 კუთხე. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ აი აქ უნდა იყოს ზევიდან თეთრი, აქედან მწვანე, აქედან მხრიდან წითელი. შესაბამისად, ვეძებთ ისეთ კუთხეს, რომელიც იქნება თეთრი, მწვანე, წითელი. ესეთი არის აი ეს. ეს ჯერ მოდი მოვიტანოთ აი ამასთან. ანუ ამ შემთხვევაში სამოძრაო მხარე არის ქვედა მხარე და თითქმის ყველა მოძრაობა ქვევით კეთდება. მოკლედ, აქ გვაქვს ამ კუთხეზე თეთრი, მწვანე, წითელი, როგორც ჩვენ გვინდოდა. ნახეთ, მოდი აი ამასაც ავაწყობ. და მიხვდებით რას გავაკეთებ. აი ეს კუთხე რო გავასწოროთ, ეხლა აქ გვინდა ნარინჯისფერი და მწვანე. თეთრი თავისთავად. ეგეთი კუბი გვაქვს ეს, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი. ნახეთ, ეს შემიძლია გადმოვატრიალო.
ეს თეთრი აი მასთან გავწიო თეთრი გასწორდა, ეს ნარინჯისფერი შუები სწორია და შემდეგ ავატრიალო და გავასწორო უკვე თეთრთან. აქაც ნარინჯისფრებია, აქ მწვანეებია. ანუ პრინციპი კუთხეების გასწორების ესეთია. მოდი ახლა აი ეს გავასწოროთ. ეს არის აი ეს კუთხე, ის წითელი, მწვანე, თეთრი. ეს ჯერ აი აქედან უნდა მოვიტანოთ ან აქეთ ხარეს, ან აქეთ ხარეს. შესაბამისად ერთხელ გადმოვატრიალებთ, რომ ეს თეთრი მოხდეს სამოძრავ მხარეს, ნახეთ, ამ თეთრის ეს მხარე უნდა მოხდეს სამოძრავ ან აქ, ან აქეთ ხარეს. შესაბამისად ამას ჩვენკენ გადმოვწევთ. ეს თეთრი უკვე აქ არის, ერთხელ შემოვატრიალებთ ორჯერ. აქ თეთრი კი არის, მაგრამ ნახეთ, აქ არის ნარინჯისფერი და ლურჯი. და მოდი ამასაც კიდევ ერთხელ გამოვწევ, რომ ესეც შემინარჩუნო, ანუ ეს რო არ ავწიო და ჩამოვწიო თავიდან. ამასაც ერთხელ შემოვატრიალებ, ავატრიალებ ახლა ის. და ნახოთ, სამოძრავ მხარეს ამოვიდა თეთრი, მწვანე, წითელი. ეს უნდა იყოს აქ, ეს არის უმარტივესი. აი მას გადავატრიალებთ გვერდით. ეხლა გადმოვატრიალებთ, აი აქ ხო არის მწვანე, ესეც მწვანე, შესაბამისად მწვანე მხარეს გადმოვატრიალებთ, გავწევთ ისე მწვანისკენ და გასწორდა. აქ მწვანეებია, აქ თეთრებია, ავატრიალებთ, აქაც წითლებია. ანალოგიური არის ეს. აქ არის თეთრი, ნარინჯისფერი, ლურჯი. თეთრი, ნარინჯისფერი, ლურჯი. შესაბამისად ეს უნდა იყოს აქ. ეს უკვე ამოწეული, ანუ ქვევით მხარეს, აი მხარეს არ არის რა. აი სამოძრავ მხარეს არის, გადმოვატრიალებთ. რომელ მხარესაც გვინდა, ნახეთ, აი მხარეს, რომელიც არის თეთრის გვერდით. ის მხარე უნდა გადმოვატრიალო შენკენ. ამ შემთხვევაში არის ნარინჯისფერი. შესაბამისად ნარინჯისფერ კუთხეს გადმოვატრიალებ, გაწევ ნარინჯისფერისკენ, გასწორდება და აატრიალებ. აი ახლა ეს არის ცოტა რთული შემთხვევა. იმიტომ რომ ეს ჯერ უნდა ჩამოვიტანოთ აი აქ. რთული არ არის, იდეაში მარტივია, პრაქტიკის ამბავია, მაგრამ თავიდან შეიძლება რთულად მოგეჩვენოს. და რას ვაკეთებთ ამ დროს? აი ეს თეთრი უნდა ჩამოვიტანოთ ჯერ ქვევით. შესაბამისად, მე რომ ესე გადმოვატრიალო და ესე გავწიო, ეს ავატრიალო, ეს თეთრი ქვევით ხდება და მე თავიდან უნდა ამოვიტანო. მოდი, ამიტომ ბევრი რო არ ვიწვალო, აი მას შემოვატრიალებ ესე რომ ესე რომ გადმოვატრიალებ მეორე მხარეს და გავწევ, თეთრი უკვე ქვევით მექნება და ავატრიალებ. შემდეგ შემოვატრიალებ, თეთრის გვერდი ხო არის ეს წითელი. ნახე, აი ზოლში ესე კი არ დავტოვებ, ანუ ესეც კი შემიძლია, მაგრამ ნახე, წითელი მინდა რომ ვამოძრავო. აი მას ესე გამოვწევ გვერდით, რომ წითელი ვამოძრავო და წითელს როგორ კერდა თეთრ წითელს რო გადმოვწევ. ეს თეთრი წითელი ლურჯი ჩავსვა მე უკვე აი მხარეს. აი კაც ჩავსვა, ავატრიალებ და გამოდის რომ აი ეს ზედაზოლი უკვე აეწყო. ოკეი, ეხლა გადავიდეთ აი შუების აწყობაზე. ზოგადად ესე ჯერ პირველი ზოლი იწყობა, მეორე, შემდეგ მესამე. ესენიც არის შუა ნაწილები. შესაბამისად ვეძებთ ისეთ შუებს, სადაც აქ უნდა იყოს მწვანე წითელი და მოდი ვნახოთ. აი ეს არის მწვანე წითელი, ანუ ეს უნდა იყოს აქ. ყოველთვის, როდესაც ვაწყობთ, ეს ფერი უნდა იყოს გასწორებული და საითაც უნდა ავაწყოთ ან აქეთ ხარეს, ან აქეთ ხარეს. გვიჭირავს ესე სახით ჩვენი მიმართვებით, ანუ ესე ტეს ფორმა უნდა გქონდეს. და წევთ აი ამ ქვედა მხარეს. ჯერ გავწევთ მარჯვნივ, შემდეგ აი ამ სამოძრავ მხარეს, სადაც გვინდა რომ იყოს, აქ მწვანეა და მაგიტო გვინდა რომ აქ დავსვათ. გადმოვატრიალებთ ჩვენკენ, შემდეგ ამ წითელს ისევ შემოვატრიალებთ, რომ გასწორდეს ისევ და აი ამ თეთრს ისევ გავასწორებთ ზედა მხარეს. აქ კი ახლა არეულია თითქოს, მაგრამ გასწორდება. შემდეგ აი მას, ნახეთ, მწვანე, წითელი, თეთრი. ესე ხო გვიჭირავს. აი ესე შემოვატრიალებთ ზედა მხარეს.
უკვე ეს უნდა ჩავსვათ წითლების მხარეს. შესაბამისად, წითელ მხარეს გადმოვატრიალებთ, თეთრს გავუსწორებთ, ავალთ და ეგ არის. ეს ერთი გასწორდა. ანუ ამას უკვე პრაქტიკის ამბავით ძალიან მარტივია რა. მოდი ვქნათ ახლა ეს არის წითელი ლურჯი. ეს უნდა იყოს აქ. შესაბამისად, ისევ ტეს ფორმაზე ვიჭერთ, გადმოვატრიალებთ, ჯერ გავწევთ მარჯვნივ, გადმოვატრიალებთ, გავწევთ, თეთრებს გავასწორებთ, გასწორდა. ესენი შეგიძლიათ დაიზეპიროთ უბრალოდ რა. ნარინჯისფერი ლურჯი. შემოვატრიალოთ ისევ, ლურჯი მხარე უნდა გავუსწოროთ ამ ლურჯს, გადმოვატრიალებთ, გავასწორებთ თეთრებს, ამასაც ავატრიალებთ. აი ახლა ნახეთ. აი ეს არის, აქ თითქოს კი გასწორებულია, ახლა ნარინჯისფერი, მაგრამ აქეთ მწვანე არ არის, ეს ლურჯი, ანუ ეს უნდა იყოს აქ. არის ეგეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს აქეთ უნდა იყოს დასასმელი და ეს პირიქით აქეთ. და განვიხილოთ ახლა ეგ შემთხვევებიც რა. ამ დროს ეს ჯერ უნდა ჩამოვიტანოთ ქვევით. ამასაც იგივენაირად ვაკეთებთ. ანუ აქ ქვევით აღარ წვე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რა. პირდაპირ ჩემკენ გადმოვატრიალებ, შევატრიალებ მარჯვენა მხარეს, ავატრიალებ. მე აი ესე ვიცი ცუდად ხსნი, მაგრამ რა ვქნა. აი ესე ხდება ამის ჩამოტანა რა. მე პრაქტიკაში უფრო დაამოყავთ, ანუ ეს ანუ ეგ იგივენაირად ხდება, აქ ჯერ უნდა ჩამოიტანო და მე აიტანო. ჩატანა ერთნაირი ალგორითმია რა. შესაბამისად, რაც წეღან გავაკეთეთ, ზუსტად იგივე რაღაც უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ რომ ეს ფერი ჩამოიტანოთ აქ. გავასწოროთ ახლა ეს ლურჯი ნარინჯისფერი უნდა იყოს აქ. შესაბამისად, თუ უნდა იყოს აქ, გავწევთ ამის საპირისპირო მხარეს, გადმოვატრიალებთ თეთრ მხარეს ჩვენკენ, ქვედა ძირს შეუტრიალებთ, რომელ მხარესაც გვინდა რომ აიწყოს იმ მხარეს და ავატრიალებთ, რომ აქ ერთი ცარიელი დაგვრჩეს და ეს კუთხეც გასწორდეს, ლურჯი, ნარინჯისფერი. შესაბამისად, მე ისევ შემოვატრიალებთ ქვედა მხარეს, თეთრებს გადმოვწევთ, ლურჯებს გავასწორებთ. ლურჯი გასწორდა, ნარინჯისფრები გასწორდა. და ავატრიალებთ. და ეხლა ეს ერთი კუთხეღა დაგვრჩა გასასწორებელი. რომელიც აი ეს არის. მწვანე ნარინჯისფერი. ეს უნდა იყოს აქ. შესაბამისად, ეს თუ უნდა იყოს აქ, გავწევთ ამის საპირისპირო მხარეს, გადმოვატრიალებთ ჩვენკენ, გავწევთ ეხლა რომელ მხარესაც უნდა იყოს იმ მხარეს, რომ ეს მწვანე გასწორდეს და ავატრიალებთ, მწვანეები გასწორდა, შეგვიძლია ეს გვეჭიროს და ეს ვამოძრავოთ, ან ეს გვეჭიროს და ეს ვამოძრავოთ, მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ეს გვეჭიროს. აი ესე შემოვატრიალოთ ეხლა ნარინჯისფერი, მწვანე და ეს მწვანე უნდა იყოს აი აქ. გადმოვატრიალებთ. აი აქ არის მწვანეები, შემდეგ ესე ძირს შემოუტრიალებთ ისევ. აი აქ გასწორდა და ავატრიალებთ. რის მიხედვითაც აი ესენი უკვე გასწორდა. ანუ პირველი ზოლი გასწორებულია, მეორე ზოლი. ეხლა ყველაზე რთული. აი ეს. იდეაში აქაც უნდა დავუსვათ ჩვენ ჯვარი, ანუ ეს როდესაც სწორდება, ამას ამოვატრიალებთ უკვე და მთელი მოქმედება ხდება აი აქეთ. აი ამ მხარეს უნდა დავუსვათ ჯვარი. ხოდა ერთი წამით განვიხილოთ ყველა შემთხვევა. შეიძლება აქ არ იყოს ჯვარი, ან თავიდანვე მიიღოთ, შეიძლება როგორც წეღან მივიღე მე, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცუდ შემთხვევაში მიიღოთ აი მარტო ეს ერთი წერტილი. ვიჭერთ ამას ძალიან მარტივია, რამ ფერს არ აქვს მნიშვნელობა, როგორც გვინდა დავიჭერთ. აი ეს. წინა მხარე მარჯვნივ, შემდეგ ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ქვევით. მივიღებთ მე აი ესეთ რაღაცას რა. აი შეიძლება ესეთი სწორი ხაზი მივიღოთ. ამ შემთხვევაში აი ამას ვიჭერთ აი ესე 9 საათზე. ანუ აი ეს ანუ ყვითელ ფერებს უგულისხმობ რა. ესენი არის 9 საათი. აი ეს და ეს წარმოიდგინეთ რომ არ არის და არც ეს.
9 საათს გვიჩვენებს. ისე ვიჭერთ აი ესე. ვატრიალებთ წინა მხარე, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარცხნივ და ეს. აი ახლა მივიღებთ აი ამ ზოლს. ეს ზოლი როცა არის, ვიჭერთ ზუსტად აი ესე, როგორც მიიღება, ანუ აი ესე შუაზე გაყოფილს, ესე არ ვიჭერთ. ვიჭერთ აი ესე, როგორც არის 3 საათზე და 9 საათზე და ისევ იგივეს ვაკეთებთ. წინა მხარეს ვატრიალებთ აი ესე, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ქვევით. და აქაც გავასწორეთ ჯვარი. ჯვარს როდესაც გავასწორებთ, შემდეგ აი ზედა მხარეს ვატრიალებთ, სანამ მინიმუმ 2 არ გასწორდება, როგორც სულ პირველზე. ამ შემთხვევაში ახლა 4-ვე გაგვისწორდა. მაგრამ მოდი იმას ვქნათ, რა ქვია. რაღაცა მოდი ისე ვქნათ, რომ ავრიო ახლა მინდა ისე, რომ გაჩვენოთ 2-ის გასწორება როგორ ხდება რა. ეს კუთხეები არ გვინდა. ამას რა ვაკეთებ, არც ვიცი, ინსტინქტურად ვაკეთებ. ამის ფორმულა რომელი მე მეტწილს ინსტინქტებით ვაკეთებ ხოლმე ამას უკვე და დიდი ხანია ფორმულებით აღარ მახსოვს. გავიხსენო. არა, ამით კუთხეებს ვასწორებ, ეს კი შემომეწყო, მაგრამ არ მინდა. აი ესე ცოტა ესე აურიოთ. ოკეი. მოკლედ აურიეთ, როგორც იქნა, რაღაცნაირად არ ვიცი როგორ, მაგრამ მაინც. მოკლედ, როდესაც აი ზედა მხარეს დაატრიალებთ, 2 ფერი მაინც უნდა გასწორდეს. ამ შემთხვევაში ჩვენთან გასწორდა, როგორც ხედავთ, წითელი და ლურჯი. დანარჩენია ეს, აი იქ უნდა იყოს ნარინჯისფერი, აქ მწვანე. ახლა ამას როგორ ვიჭერთ? ვიჭერთ 3 საათზე. ანუ აი ამ გასწორებულების კუთხემ, აი მან რომ მოგცეს 3 საათი. და ვაკეთებთ აი ესეთ არა ეს რაღაც ეს იმისაც ყობა იყო, ტექნიკური ხარვეზია, არის ნერვიულად. მარჯვენა ზევი არა ხო, ეს იყო. კი, გამახსენე. ოკეი, კაი. გავიხსენე ის რომელი ალგორითმი გვინდოდა ამაზე, დამზრახავთ. მოკლედ ესე გვიჭირავს აი ესე რომ 3 საათი იყოს და ვაკეთებთ ეს რაღაც. აი მხარეს ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარცხნივ, ზევით, მარცხნივ, თეთრებიც გასწორდა, ქვევით, მარცხნივ. და ყველა ის გასწორდა. ასე ყველა შუაგული. მოდი ახლა მეორე შემთხვევაც განვიხილოთ. როდესაც მოპირდაპირე მხარეები იქნება გასწორებული ერთი წამით. რაღაცა ცუდო თქვენი. ახლა შუები ამიცა. რაღაცა საშინელებებს ვაკეთებ. მაგრამ არა უშავს თქვენ არ ინერვიულოთ. ისინი ხო გვაქვს შესწავლები, მოკლედ. აი ეს არის ეს შემთხვევა, როდესაც აქ ლურჯია, აქ მწვანეა. და აი ესენი გვაქვს გასასწორებელი, წითელი უნდა იყოს აქ ნარინჯისფერი. ესეც გვიჭირავს აი სიგანეზე. როგორც ჯვრის დასმის დროს სიგანეზე ვიჭერდით, აქაც იგივენაირად. ვიჭერთ სიგანეზე, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარცხნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარცხნივ. ეხლა დავატრიალოთ და ნახავთ რომელი მხარეები გასწორდა. ნახავთ აქ ლურჯი გასწორდა, აქ ნარინჯისფერი, ესენი არეულია. ანუ ზოგადად როდესაც სიგანეზე რჩება,
სიგანედან ჯერ უნდა გადავიყვანოთ, ასე ვთქვათ, 3 საათზე რო გასწორდეს და 3-დან გადაგყავს მერე ამ ორის გასწორება. ამას იგივენაირად როგორც წეგან 3 საათზე ვიჭერთ და ვიწყებთ ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარჯვნივ, მარჯვნივ, ქვევით, მარჯვნივ და გასწორდა ეს ყველა კუთხე. აი, ანუ კუთხეებში გულისხმობ აი ამებს. ამის შემდეგ ეხლა ეს კუთხეებია გასასწორებელი. ეხლა ყველა სწორედ დაჭდა. ამიტომ უნდა აურიო. ოკეი. ნახეთ, აი ახლა ვეძებთ ჩვენ კუთხეს, რომელიც იქნება სწორი. სწორში რა იგულისხმება? ერთ მხარეს რო იქნება ამ შემთხვევაში აი ეს ფერი, მეორე მხარეს ეს ფერი, მესამე მხარეს ეს ფერი. ანუ ამ შემთხვევაში აქ უნდა ვნახოთ ლურჯი, ნარინჯისფერი, ყვითელი, რომელიმეზე თუ არის. ამაზე არ არის. შემდეგ შევხედავთ, ესეც არ არის, ანუ ამ შემთხვევაში აქ უნდა იყოს მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი და არ არის, იმიტომ რომ აქ არის ყვითელი, მწვანე და წითელი. აი ამაზე შევხედავთ და დავინახავთ, რომ ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ არის ლურჯი, ნარინჯისფერი, ყვითელი. ესეც არეულია და დაგვრჩა ეს კუბი. ეს კუბი სწორია, იმიტომ რომ არის ყვითელი, კიზევით არ არის, მაგრამ თვითონ ამ კუთხეზეა რა, ყვითელი, ლურჯი, წითელი. და ესეც აი ამ კვადრატშია. შეიძლება საერთოდ არც ერთი არ იყოს. ეს ის, ანუ არც ყველა იყოს არეული, ეგეც არ არის გამორიცხული და არც მაგაზე არ ენერგიულად. პრინციპი გასწორების ყოველთვის არის ერთნაირი რა. ვიჭერთ იმას ისე რომ აი ეს იყოს ჩვენ მარჯვენა მხარეს და ვხედავდეთ და ვაკეთებთ ესე იგი. მარცხნივ ზევით, მარჯვნივ ზევით, მარცხნივ ქვევით, მარჯვნივ ქვევით. და ეხლა კიდევ ნახულობთ, გასწორდა თუ არა ისევ ყველა გვერდი. ეს სწორი გვერდია, ეს არასწორია, ეს არასწორია. სო. ესე იგი ისევ იგივეს ვაკეთებთ. მარცხნივ ზევით, მარჯვნივ ზევით, მარცხნივ ქვევით, მარჯვნივ ქვევით. ეხლა კიდევ თავიდან უყურებთ. და ხედავთ, რომ ეს საერთოდ აეწყო ეს გვერდი. ეს გასწორდა, იმიტომ რომ აქ გვაქვს ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე. ესეც გასწორდა, იმიტომ რომ არის ყვითელი, წითელი, მწვანე, იმიტომ რომ აქაც ეგ არის და ესეც გასწორებულია. ოკეი, ეხლა ვნახოთ. ეს გასწორებულია. თუ ეს უკვე აწყობილია, ანუ აი ეს კუთხე, ამას თავს ვანებებთ. ვიჭერთ ისე, რომ ეს აწყობილი იყოს სულ ბოლო, იმიტომ რომ ჯერ ეს უნდა ავაწყოთ, შემდეგ ეს და მივყვეთ. ვიჭერთ ერთი წამით, ფოკუსი კარგად გავასწორო. ოკეი. ბოდიში თუ ფოკუსი ურევს ხოლმე. ოკეი. ეხლა ეს უნდა გადმოვატრიალოთ ჩვენკენ. ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ. ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ. მას შემდეგ რაც ეს გავაკეთეთ, ამას არ ვამოძრავებ, მხოლოდ ზედა მხარეს შემოვატრიალებ. და ისევ იგივე, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ. ესეც გავასწორე, ისევ მიჭირავს და შემოვატრიალებ და იგივეს ვაკეთებ. ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით, მარცხნივ, ქვევით, მარჯვნივ, ზევით. და ეხლა ნახეთ, ყველაფერი სწორია, უბრალოდ ეხლა აი ამებს გავასწორებთ და ეგ არის. ჩვენი რუბიკის კუბი კი აიწყო. ესე შეიძლება ცოტა რთულად ჩანდეს, მაგრამ პრაქტიკაში და უკვე ვარჯიშის დროს მიხვდებით, რომ ძალიან მარტივია. ჩემი პირადი რეკორდი არის 18 წამი ორივე ხელით აწყობის შემთხვევაში. ერთი ხელით აწყობის დროს 69 წამში ავაწყე, ერთი ხელით, ანუ ესე გიჭიროს და ესე ატრიალებ რა. ეგეც არ არის რაღაცა სასწაული. მოკლედ, ვინმე საიმე კითხვები თუ გექნებათ, რა როგორანაირად დამიწერეთ, ან ისე პირადად მოუწერეთ და გიპასუხებთ, ძალიან მარტივი არის რა. პრაქტიკის მერე მიხვდებით.
მოდი ახლა კიდე ერთ ცოტა აი კარგად როდესაც ისწავლით. ზამით. ვაგზავნებთ მოკლედ. როდესაც ამის აწყობას კარგად ისწავლით, გითხარით რომ ერთ ტრიუკს გასწავლით თქო რა. ეს ტრიუკი რაში გამოიყენება? კარგად როდესაც დაამოყენებთ, მიხვდებით რომ შეგიძლია ადამიანი მოატყო და უთხრა რომ ამ რუბიკის კუბიკს მე ავაწყობ ისე რომ არ შევხედო საერთოდ. რაც იდეაში მართალიცაა. ოღონდ ამ შემთხვევაში შენ თვითონვე უნდა დაშალო რა. აი ესე. ეხლა ვინც არ იცით ამის აწყობა, შეიძლება იფიქროთ რომ აი რა ესეთი კუბიკი რომ მოგიტანონ, შეხედავ რავი დაშლილია რა. ვერ იფიქრებ რომ რაღაცა ამის აწყობა შენ შეგიძლია 3 წამში. როდესაც რეკორდი მე მგონი 2 თუ 4 წამი არ მახსოვს მართლა რამდენი რეკორდია. მაგრამ შენ ეუბნები რომ მე ამ კუბიკს რომელიც რავი უყურებ შენ ხო შეხედავ დაშლილია, აგიწყო თვალდახუჭული 5 წამიც არ დამჭირდება რა. ოკეი, როგორ ვაკეთებ მაგას? აი ძალიან მარტივია ახლა. აი თვალებს დავხუჭავ და მიხვდები რა თქვენც. всё. ანუ მარტივესია და რატო აგიხსნით რა? უკვე აწყობილ კუბიკს 1 წამით. ფოკუსი კარგა. უკვე აწყობილ რუბიკის კუბიკს შენ რეალურად შლი ისე რომ აწყობა გაგიმარტივდეს რა. აი ქვევით მარჯვნივ ზევით მარცხნივ ბოლო ალგორითმი რაც იყო ამ კუთხეების გასწორების. მაგას აკეთებ რა. ნუ მე ცოტა იგივე პრინციპს, ანუ ქვევით მარჯვნივს არ ვიყენებ რა, ზევითაც ვაწყობ რა. მაგრამ ქვევით მარჯვნივ ზევით მარცხნივაც რო გააკეთოთ, მიიღებთ აი ესეთ რაღაცას. ეხლა ჩვენ ვიცით რომ ანუ თუ არ იცით გეტყვით რომ თეთრის მოპირდაპირედ ყოველთვის არის აი ყვითელი. თეთრის მარჯვენა მხარეს არის ლურჯი, მარცხენა მხარეს მწვანე, ქვედა მხარეს წითელი, ზედა მხარეს ნარინჯისფერი. ამას პრაქტიკაშივე მიხვდებით. შესაბამისად შენ რო ეს გაქვს აი ესე დაშლილივით, რომ გაძლევენ, შენ თეთრიდან კი არ დაიწყებ აწყობას. იმიტომ რომ თეთრი სხვიდან დაშალ და ამის ამ მხრიდანაც აწყობ უბრალოდ შედარებით მეტ დროს დაკარგავ რა. დაიწყებ ამის მოპირდაპირე მხრიდან ყვითლიდან, რომელიც ორჯერ სწრაფი გამოვა. რატო გამოვა ორჯერ სწრაფი? არ ვიცი, თქვილა არ ვკითხოთ. მაგაზე ვერ გიპასუხებთ. და ზუსტად იგივე ქვევით მარჯვნივ ზევით მარცხნივ საკეთებთ რა, ანუ როგორც დაიშალა, იგივე უყოთ. ამ შემთხვევაში აი მხრიდან ბევრად მალე იწყობა რა. და გეუბნებით უმარტივესია.